დღეს მოვისმენთ განცხადება, რომელიც არის აბსოლუტურად რეალობას აცდენილი ქართული ოცნების პირთა ჯგუფის მიერ დაწერილი. ეს არის პირდაპირ განაცხადი იმისა, რომ მათ ესმით, რომ არიან საერთაშორისო იზოლაციაში, იციან, რომ ვერც შიდა ლეგიტიმაცია აქვთ და ვერც ექნებათ, ასევე არ აქვთ გარე ლეგიტიმაცია ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნების, ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესების ამიტომაც ეს განცხადება დღეს გააკეთეს იმისათვის, რომ ჯერ კიდევ ძალიან მცირე რიცხოვან მათ მხარდამჭერებს უთხრან, რომ გრძელდება პროცესი, რომლის შესახებაც თვითონ ისედაც იციან. ამავდროულად ახლა უკვე დადასტურებულად არიან დარწმუნებულები, რომ 20 იანვრის შემდეგ, ანუ ოფიციალურად ტრამპის ადმინისტრაციის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, მათი მისამართით დამოკიდებულება არ შეიცვლება, რაც არის ბუნებრივი. ცხადია, ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ სახელმწიფო, სადაც ინსტიტუციები მართავენ ქვეყანას და აქ არ არის წყვეტა პოლიტიკურ კურსში და პოლიტიკურ დამოკიდებულებაში, მათთვის არის წითელი ხაზები, ის განცხადებები, რაც გაკეთებული აქვს ქართული ოცნების წარმომადგენლებს, წითელი ხაზია მათი მხრიდან ის განცხადებები და იმ ტერორისტულ ის დამოკიდებულება, რაც აქვთ გაცხადებული სხვადასხვა შეთქმულების თეორიები და ამავდროულად ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ორ აქტს, ეს გახლავთ მეგობარი აქტი და ამავდროულად ქართული კოშმარის აქტი. ორპარტიული მხარდაჭერა იმას ნიშნავს, რომ ეს არის შეთანხმებული როგორც რესპუბლიკურ, ასევე დემოკრატიულ პარტიის წარმომადგენლებთან. ამავდროულად ეს იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება გლობალური მაგნიტსკის აქტით განსაზღვრული პირთა წრე, გაიზრდება როგორც ფინანსური სანქციები, ასევე სავიზო სანქციები და თუ გავითვალისწინებთ გზავნილებს ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით გაკეთებულს, სანქცირდებიან იმისათვის, რომ არიან პირდაპირ რუსეთის გავლენის აგენტები. ის ადამიანები, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას, ის ადამიანები, რომლებიც მიდიან ქვეყნის კონსტიტუციით და ეროვნული ინტერესებით დაცული საგარეო კურსის წინააღმდეგ, იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში არ ჩატარდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ამას შემდეგ მოყვა მასიურად სისხლის სამართლის საერთაშორისო დანაშაულებები, რაც გახლავთ ცემა-წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შემლახავი, საქციელი და ცხადია პოლიტპატიმრების ყოლა და ისევ თქმა იმისა, რომ არ იქნება ახალი არჩევნები, არის ის წითელი ხაზები, რასაც არც ამერიკის შეერთებული შტატები დაუშვებს და არც ევროკავშირი. ლანა, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გზავნილები გარკვეულწილად არის იმის გააზრება, რომ სულ უფრო ნაკლები პოზიტიური მოლოდინი უნდა არსებობდეს ოცნების ხელისუფლებისთვის 20 იანვრის შემდგომ? ანუ აღარ არის დამაჯერებელი ივანიშვილი, რომელიც თავად დასანქცირებულია ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის, რომ რაღაც ყველაფერი უკეთესად იქნება, ან შეიცვლება ვითარება მას შემდეგ, რაც ტრამპის სრულ მოვა, ტრამპის ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ რეალურად, რატომ სჭირდებათ შეძახება ოცნების მხარდამჭერებს, თუ ისინი არიან ადრესატები, როგორ ფიქრობთ? შესამზადებელი ფონია იმისა, მათ მხარდამჭერებშიც მართალია მცირერიცხოვანია, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ არჩევნებამდე იყვნენ პირები, რომლებსაც ნამდვილად ჰქონდათ იმედი იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ თავად იყენებენ, ესენი ურთიერთობებს ალაგებდნენ. ახლა ხდება თუნდაც მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერიც, რომ ესეც არ მოხდა, პირიქით არჩევნების შემდეგ ევროპული მისწრაფების მიმართულებით საერთოდ გზა ჩაკეტეს და თქვეს, რომ განაცხადი გამოტანილია, არ იქნება საერთოდ ამ მიმართულებით საუბარი. ახლა იციან, რომ 20 იანვარი ახლოვდება, 20 იანვრის ინაუგურაციას არ მოყვება არანაირი პოლიტიკის შეცვლა ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ, ამიტომაც დაიწყეს მოსამზადებელი ფაზა, რასაც ქვია ის, რომ საერთაშორისო იზოლაციისკენ მიდიან, წარმოთქვეს ისევ შეთქმულების თეორიები, რაღაც deep state და გლობალური ომის პარტია. დღევანდელი განცხადება იყო რეალობას აცდენილი და პატიკაში მყოფი ხელისუფლების განცხადება, რომელმაც საერთოდ არ იცის თავისი მოსახლეობის სულისკვეთება,
არ იცის ის პულსაცია, რაც იგრძნობა ყველა დიდ ქალაქში და ყველა პატარა ქალაქში, ქუჩის აქციების პროცესში, იციან ის, რომ ლეგიტიმაციას მაცას ვერ ცნობს, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა და ჩიხი, ერთადერთი რისი დაპირებაც მოახერხეს მთლიანად ეკონომიკური მიმართულებით გახლდათ 35-იანი მატება პენსიის. აი ესეთი სამარცხვინო მდგომარეობაა ქვეყანაში, როდესაც ინფლაცია ჭამს ყველაფერს და იმის ნაცვლად რომ ხალხის მდგომარეობაზე ეზრუნათ ჩაეტარებინათ სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი არჩევნები და ამით კიდევ ერთხელ ეთქვათ უცხოელი პარტნიორებისათვის, ჩვენი ქვეყნის იმ პარტნიორებისათვის, რომლებსაც 10 წლეულების განმავლობაში ამ ქვეყნის სიკეთის მეტი ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ, პირიქით თქვეს ის, რომ ჩვენ მივდივართ იზოლაციისკენ, ჩვენ ვდგებით ჰეზბოლასთან და ჰამასთან, ჩვენ ვსხდებით იმ დარბაზში, სადაც კანდინებენ სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს და რას ვაკეთებთ? 35 ლარით ვამატებთ პენსიას, მაშინ, როდესაც ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ მოსახლეობის მდგომარეობა უნდა გამოსწორებულიყო და თქვენ იცით ხომ, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომ პენსია უნდა გაზრდილიყო 1000 ლარამდე. დღეს საახალწლო პერიოდში და ახალი წლის შემდეგ მოსახლეობა ქუჩაში დგას და ურნებში ეძებს საჭმელს და ეს ხელისუფლება ლაპარაკობს იმ გზავნილებით, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია მოსახლეობის საჭიროებებს. ეს ხელისუფლება არ არის მოქალაქეებზე ორიენტირებული, ეს ხელისუფლება აცდა კონსტიტუციურ კურსს, ეს ხელისუფლება აცდა საქართველოს ეროვნულ ინტერესს, მათ დაასამარეს ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა და არანაირი სიკეთე ამ ხელისუფლების პირობებში, პირობითად ხელისუფლების პირობებში, იმიტომ რომ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმურად ცნობილი და ხედავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე აქტი არის პირდაპირ არაღიარების მიმართულებით. მათ იციან, რომ აღიარება არ ექნებათ, ამიტომ დღეს უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, სულ უფრო რთული ხდება ვითარების შემოbrunება, ეს შესაძლოა იგრძნობოდეს სერიოზულად. ვითარების შემოbrunების შანსი არ არსებობს. ვითარება არ შემოbrunდება იმ ნიშნულზე, რა ნიშნულიც იყო. ამას მოწმობს ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება უკვე არ არსებობს. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ კავშირის ქვეყნები და მით უმეტეს თქვენ ნახეთ ხომ საფრანგეთის, გერმანიის განცხადება, ბალტიისპირეთის ქვეყნების განცხადება, სკანდინავიის ქვეყნების განცხადება, თითოეული ქვეყნები ცალ-ცალკე ინდივიდუალურად აკეთებენ განცხადებას იმისას, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, ასევე არალეგიტიმური წესით არჩეული პრეზიდენტი და ერთადერთი ლეგიტიმური პოლიტიკური ფიგურა გახლავთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დგას ქართველ ხალხთან ერთად ქუჩაში. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის უსწრაფესად პოლიტპატიმრების, ანუ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ჩანიშვნა ხელახალი არჩევნების, რომელიც უნდა წარიმართოს აუცილებლად მინდა დავასრულოთ ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, უნდა იყოს საერთაშორისო ჩართულობა და ძალოვანი უწყებებიდან გამომდინარე საფრთხეები, რაც ნიშნავს არჩევნებში პირდაპირ ჩარევას. არჩევნების შემდეგ. კი ბატონო, ლანა გალდავას უსმენდით თქვენ, ის ძლიერ საქართველოს წარმოადგენს. ლანა, დაასრულეთ წენდება, ცოტა მარა გვაქვს იდეალური კავშირი, ამიტომ ბოლოს არის მოდა თქვენი ხმა და შეაჯამეთ ბოლო წენდება და დაგემშვიდობებით. ერთადერთი გამოსავალი გახლავთ ხელახალი არჩევნები, აუცილებლად პოლიტპატიმრების გათავისუფლება, აუცილებელი არის, რომ ქართული ოცნების პირთა ჯგუფმა იგრძნოს ის პასუხისმგებლობა, რაც არის პირდაპირ მათი პასუხისმგებლობა, რადგანაც ისინი წარმოადგენენ ხელისუფლებას 3 ვადის განმავლობაში, რაც კიდევ ერთხელ გაიხანგრძლივეს და დარწმუნებული ვარ ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ პასუხისმგებლობა არის მათ მხარეს და ამიტომაც ბოლომდე უნდა ზღონ ის წვირთი, რაც მათ აქვს აღებული. დიდი მადლობა.